როგორ ხართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ვიცი რომ დამაგვიანდა, მაგრამ უკვე ჩავდექი ფორმაში. საფრანგეთში ვარ უკვე და დავიწყოთ ახლა ჩვენ. ყველას გისურვებთ ბედნიერ კვირას, მშვიდობას და რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის გიხდით უღრმეს მადლობას. თქვენი აქტიურობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მაგარი აუდიტორია მყავს და როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი. მაშ ასე დავიწყოთ. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა. არ ჩავიფიქროთ კონკრეტულად ვინ ეს თქვენ ხართ სხვა, უბრალოდ ჩაიფიქრეთ პიროვნება და ვინ უყვარს ამ ადამიანს? აი, რასაც გვეტყვის მისი ემოციიდან ტარო, თუ თქვენ ამოიცნობთ თქვენს თავს, ვინმე სხვას, გამოიტანთ აქედან დასკვნებს. ნახოთ, აბა, ვინ უყვარს ამ ადამიანს? ვინ არის მის გულში? იქნებ საერთოდ არავინ არ არის მის გულში. ან იქნებ არის მართლაც რომ ვინ უყვარს ამ ადამიანს? აი, ვინ არის ის ქალი? ვინ არის ის ქალი? ვინ უყვარს? ნახოთ, ვინ უყვარს? ვინ არის ის ქალი? ვინც გულში ყავს? გულში მართლაც ყავს ქალი, პირველ რიგში ეს მან დავადასტუროთ, რომელზეც სულ ფიქრობს. არ აქვს მნიშვნელობა ნაჭამია, ნასვამია, როგორც ახლა ცოტა ორაკულნარევი არკანია, არ აქვს მნიშვნელობა ამას. როგორი ტიპაჟიც არ უნდა იყოს. ისე სხვათა შორის ტიპაჟურად როგორია, იცი? მაინც ჭამასმის ადამიანია, კეიფი ასე დროს ტარება, რა ვიცი, სტუმართ მოყვარე ადამიანია. ერთი სიტყვით გურმანია. ისეთი პიროვნება, სადაც ყოველთვის ელოდებიან, მის სიტყვას წონა აქვს, ხშირად თამადად შეიძლება იყოს. გავლენიანი პიროვნებაც, ნახა მთლად გავლენაში, ხა ყველა გავლენიანი არ იქნება, მაგრამ იქ სადაც არის თავის სოციუმში, თავისი გავლენა ნამდვილად აქვს. და აქვე მინდა ვთქვა, რომ მისი გული, რა თქმა უნდა, გულგრილი არ არის. კი, ეს მაინც საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანი და ეგოისტი პიროვნება, მაგრამ აქ მაინც ჩანს ის, რომ მის გულში ადგილი არის ერთი ქალისთვის. ნახოთ, ვინ არის ეს ქალი? ვისთანაც აქვს გაურკვეველი მდგომარეობა ეხლა. შეიძლება ეს ადამიანი კიდე არ იყოს ეხლა, რა თქმა უნდა, თავისუფალი ან არჩევანი ქონდეს. ესეც თქვენზე იქნება, თუ მაგალითად იცით, რომ ადამიანი თავისუფალი არ არის, მაგრამ ორაზროვანი სიტუაცია აკავშირებს ამ ქალბატონთან. ვერ გაიგო რა გადაწყვეტილება მიიღოს და არის ძალიან ლამაზი, ძალიან მიმზიდველი. შეიძლება ეხლა არც იყოს მასთან ან მენტალური სიშორე იყოს, ან კიდე ძალიან დიდი მანძილი. გაურკვეველი სიტუაცია, არ არის საერთოდ კომუნიკაცია, ეხლა ისეთი დაბალანსებული მაგათ შორის. მაგალითად, შეიძლება ერთს უნდოდეს და მეორეს ისე არ უნდოდეს. და მოკლედ გარღვეულია ეხლა დისბალანსია მათ შორის, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ქალი არის მისთვის სასურველი. არაფერი არ ხდება დღეს ისე როგორც ხდებოდა შესაძლოა, არის იმედგაცრუებული, არის მონატრებაში, სინანულში, თუმცა ეს დიდი ხანი არ გრძელდება, რა ვთქვა, რომ ახლა მთელი დღეები ზის და ამაზე ფიქრობს, ესე არ არის. სტაბილური გრძნობა აქვს მაინც მის მიმართ და ეს გრძნობა საკმაოდ ბავშვური და საკმაოდ გულწრფელია, თუმცა არ არის გაჯერებული იმ ნაბიჯებით, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ქალი, ვის მიმართაც გრძნობა აქვს. მის გარეშე არ შეუძლია. სხვათა შორის არც იმ ქალს არ შეუძლია მის გარეშე და არის მაგათ შორის მოკლედ ყოველთვის ის კრიზისები, რასაც ემოციებში გარკვევა ქვია. მაგრამ ვადასტურებთ, რომ რეალურად მის გულში არის ქალი. აი ამ აღწერებით. ახლა როგორი რაღაცა არის? ესე იგი, თუ ეს ადამიანი დღესდღეობით თავისთვის არის არიჩენს არანაირ აქტიურობას, შეიძლება ადრე ქონდა რაღაცა
სტალკავდა ამ ქალს ან რა ვიცი მე რაღაც მინიშნებებს აძლევდა, ეხლა ცოტა მიჩუმებულია. გარკვეული პერიოდის მერე ეს ყველაფერი უღვივდება და მერე იწყებს აქტიურობას, მერე იწყებს манипуляციებს, მერე იწყებს რაღაცა სიახლის დაწყებას მასთან. ეს ქალი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციურად მასზე მიჯაჭვული. ყოველთვის ენატრება, ყოველთვის ფიქრობს მასზე, მაგრამ რატომღაც ეს არჩევანი ვერ გააკეთა, ანუ არ ირჩევს ამ ქალს ცხოვრების, ასე ვთქვათ, თანამგზავრად, რომ აი, მაგალითად მე მივიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მაინც მარტივად. ყველაფერი მაინც მარტივი. არ გამორიცხავ რომ ეს ამ ფაქტორებიც არის აქ, მაგრამ რეალურად ეხლა ასეთი ვითარება. ნახოთ ეს როგორ არის, ჩაკეტილია. ანუ დღესდღეობით ამ ქალიდან, ვინც გულში ყავს, არ არის არანაირი აქტიურობა. ადრე თუ იყო მაგალითად რაღაც მკვეთრი გამოხტომები, მუქარა ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და ამდაგვარი ახლა მისგან არაფერი არ მიდის და ჩაკეტილ მდგომარეობაში და ეს ჩაკეტილია და უსმეს მის სიჩუმეს. თითქოს დიდი ხანია არის მისგან არაფერი, ანუ ამ ქალბატონიდან არაფერი არის მის, რაღაც მომენტში შეიძლება მართლა სტაგნაციური მდგომარეობა იყოს და მაგალითად როგორი სიტუაცია იცი, ეს რო ფიქრობს ეს მამაკაცი ამ ქალზე. ეს ქალი აქტიურდება. ეს ქალი რო ფიქრობს, ეს კაცი აქტიურდება და რაღაცნაირად აი ორივე ერთმანეთზე ვფიქრობთ, ხო? ნუ მე თუ შენზე ცალკე ვფიქრობ და შენ ჩემზე ცალკე ხო შეიძლება აქეთ რამე გამოვიდეს, ხო? ამ შემთხვევაში აქ დარღვეულია ეს რაღაცა შევსება, მიცემა გაცემის ბალანსი, წონასწორობა დარღვეულია. ამიტომ როცა ერთია გაჩუმებული, მეორეა მოხოდილი და ამ პირიქით. მისი ფასეულობა რა თქმა უნდა არის და აცნობიერებს გულში რომ უნდა გააკეთოს მასზე არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი არ კეთდება. დიდი ხანი არ კეთდება ეს არჩევანი სამომავლოდ. სამაგიეროდ არის მიჯაჭვილობა, სამაგიეროდ არის ის რომ თავის საქმესაც ძალიან კარგად აკეთებს და ყველაფერი დადის ერთ წრეზე. ახლა და ამჯერად ეს ადამიანი იძულებთ არის გასული, შეიძლება თვითონაც არ იყოს კონტაქტზე, ვერ გაიგებ ხანის უნდა, ხანეს უნდა. ამ ქალთან უნდა, მე არ უნდა და ასეთი წრე არის მოკლედ. თუ თქვენ გეცნოთ ეს სიტუაცია, მე მაინც უნდა დავადასტურო, არის აქ სიყვარული, მაინც სიყვარული არის აქ. იცი რა არის? მე ვიტყოდი სიყვარულთან ახლოს არის, მაგრამ გაუფასურებულია ეს ყველაფერი ამ ქალთან დაკარგა პატივისცემა. საერთოდ ერთმანეთთან პატივისცემა დაკარგულია. აი ესეთი ვითარებაა გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.